საგამშვიდობის მედია კავშირ ობიექტივის პირდაპირ ეთერში იწყება თავისუფალი თემა. მე ამ გადაცემის წამყვანი ნათია თოიძე გახლავართ და დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება მწვანეთა პარტიის ლიდერი ბატონი გია გაჩეჩილაძე. დიდ მადლობას მოვახსენებ სტუდიაში მობრძანებისთვის და ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალ, მე მინდა გამოვაცხადო ტელეფონის ნომრები და გთხოვოთ რომ მიაქტიუროთ და უსვათ კითხვები ბატონ გიას. ჩვენ საათნახევრის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით და ბატონ გია შეეცდება და დარწმუნებულიც ვართ თქვენ ყველა კითხვას უპასუხებს. ტელეფონის ნომრები ასეთია 214 40 86 218 13 52. მაშასე დავიწყოთ დღევანდელი რეალობის პოლიტიკური შეფასებით. რა მივიღეთ 2011 წელი ფაქტიურად სრულდება უკვე. რა რეალობაშია დღეს საქართველოს? მოკლედ გქონდათ. თქვენ როგორც საჭიროდ ჩათვლით. საქმე იმაში გახსოვთ რომ ახლა ბოლო ზოგიერთ პოპულარულ ასე თქვა გაზეთებში მქონდა მე ინტერვიუები, სადაც რასაც თქვენ ბრძანებთ იმაზე იყო საუბარი. ანუ რა ვართ ახლა ჩვენ, რა მდგომარეობაში ვართ და სამწუხაროა რომ შეფასება არის ის რომ 2011 წლის 21 საუკუნეში უпроსორად საქართველოში სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა და ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს იმიტაცია. სინამდვილეში ეს არის რეალურად თუ შეიძლება ასე მოკლედ ითქვას, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს ასე ვთქვათ თავის იარაღის საშუალებით მოსახლეობას და არა სახელმწიფოს და მიზანი არის ერთადერთი რომ რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღოს მოსახლეობიდან. მე ამას ახლა სხვებისაგან განსხვავებით არ ლაპარაკობ ხოლმე ასე ვთქვათ თეორიულად და ზეპირად, იმიტომ რომ საზოგადოება დაიღალა ამდენი ზოგადი ლაპარაკით. არის რეალური მასალები, არსებობს ასე ვთქვათ სისხლისამართლის კოდექსი, რომელიც პირდაპირ უდგება ნებისმიერ იმ მოძრაობას, ხელისუფლებისა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ისინი ახორციელებენ. მე შემიძლია მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი. თქვენ იცით რომ საქართველოს არ ვიცი იცით თუ არა, იმიტომ რომ ბოლო ინფორმაციები არის, რომ საქართველოს ციხეებში ზის დაახლოებით 24200 ადამიანი. ეს არის ივნისის მონაცემი. მე მინდა გითხრათ რომ ასე ვთქვათ 2003 წელში საქართველოს ციხეებში ჟდა 6000 ადამიანი. ეხლა რამდენად სამართლიანად ზიანდა, რამდენად ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამას რო ნახავთ თქვენ, ასე ვთქვათ, განაწილებას ციხეების მიხედვით, თუ ასე იგი რომელ ციხეში რაღაცა რამდენი ადამიანი ზის, გავოცდებით. სულ არის საქართველოში, როგორც ეს ოფიციალური მონაცემები ამბობს, 24700 ადგილი ციხეებში, ანუ შესაძლებელია, რომ ჯერ კიდე განთავსდეს. რაღაცნაირად, რომ ერთი მაპატიეთ და კოიკა კონდეს ასე ვთქვათ და პატიმრებულს, ესე არ არის, არის ციხეების უდიდესი ნაწილი, სადაც ერთ ადგილზე მოდის 3 ასე ვთქვათ პატიმარი, ანუ რეგრიგობით ძინავ და ასე და ასე შემდეგ. ასე რომ რასაც ადრე ლაპარაკობდნენ ჩვენი უფლებადამცველები, ის არ შეცვლილა იგივე ამბავია. ისმის კითხვა რაში ჭირდება ხელისუფლებას, ასეთ მდგომარეობაში ადამიანების ჩაგდება რომ ასე ვთქვათ თუ აქვს საშუალება რომ ნორმალურ პირობებში იქ მაინც ამყოფოს ასე ვთქვათ. აქ პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ასე მას ჭირდებათ ის დამაგვირგვინებელი რგოლი ციხის სახით, რომელშიაც ადამიანები წამებით უნდა შედიოდნენ, რადგან მათ ეშინოდეთ ასე ვთქვათ თუ არ გადაიხდიან იმ გადასახადს, რომელსაც ისინი თხოვენ დაპატიმრების დროს, მათ უნდა ჰქონდეს რაღაცა დიდი საფრთხე, რომელშიაც ასე ვთქვათ ისინი მოთავსდებიან. და ეს მე ყველა გადასახადს ამას არ ვაკავშირებ, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 2010 წლის მონაცემებით აი ამ გარიგებების საშუალებით, საპროცესო გარიგებების საშუალებით ბიუჯეტში შევიდა დაახლოებით თუ არ მეშლება 120-130 მილიონი ლარი. და ეს ციფრი მატულობს ყოველწლიურად. ეს არის ბიუჯეტის ესეთ და მათი ჯიბეებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი სერიოზული წყარო. ძალიან იცით რა არის, როდესაც ამდაგარ რაღაცებზე არის საუბარი, უბრალოდ ციფრები მოსახლეობისათვის საინტერესოა, რომ ზეპირად ლაპარაკი ხო, ზეპირად და ზოგადად ყველა მიცის, იცით ყველაფერი რა ხდება სინამდვილეში. იმას, რასაც ხელისუფლება ჩადის ეხლა დღეს საზოგადოების წინაშე, ამას ქვია სისხლისამართლის კოდექსში მძევლად აყვანა. გამოსასყიდის მიღების, ეს ისჯება 20-25 წლის, ასე ვთქვათ, პატიმრობით.
თქვენ როგორ გონიათ, რამდენი კაცი არის ჯარდადებული 2004 წლიდან დღევანდელამდე თუ იცით საქართველოში? 135,000 ადამიანი. ეს იცით რას ნიშნავს? ეხლა თითქოს ციფრი ესეთი არაფერს მეტყველი არ არის მოსახლეობისათვის, ხო? მაგრამ ოჯახებზე რო გადაიანგარიშოთ საშუალოდ, ყველა მე-7 ოჯახში არის ერთი მჯარდადებული. ეხლა როდესაც ამ მჯარდადებულების უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, გარიგებაში შედის ხელისუფლებასთან, იხდის თანხას და ეს გახდა, ასე ვთქვათ, აი სწორედ ის, რასაც მე ვლაპარაკობ, ძევლად აყვანა გადასახადის, ასე ვთქვათ, ამოღების მიზეზით. მე ვნახე ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც ამდღაც ინგლისურად არის მხოლოდ საიტებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, კვლევა 2010 წლის შედეგებთან დაკავშირებით ეხება, ასე ვთქვათ, კრიმინალს და ასე შემდეგ და ესეთი ფრაზაა ნათქვამი უცხოელების მიერ, საიდან აიღეს ეს ციფრი არ ვიცი, საიდან იპოვეს, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ მათ ქუჩაში პოლიცია შეუძლია ქუჩაში გააჩეროს ახალგაზრდა გონივრული ეჭვისა და თქვენ რამდენი გონიათ რა წერიათ? 56,000 ახალგაზრდა არის გაჩერებული 2010 წელს ქუჩაში და წაყვანილი სადღაც. გამოსასყიდის, ასე ვთქვათ, 500 ლარი ზოგან ნარკოტიკებზე გასინჯვა და ასე და 56,000 ადამიანი. თქვენ წარმოგიდგენიათ? ეხლა ჩვენ მე ცით დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და მე ძალიან კარგად ვიცი და ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს მხედრიონისა და ამდაგვარი ამბები საქართველოში. მხედრიონი სხვა კი არაფერს არ აკეთებდა. თქვენ გახსოვთ იქ იყო გატაცებები ძევლად აყვანის გამოსასყიდის და ამას უბრალოდ რადგან იქ ასე ვთქვათ ორიენტირებული იყვნენ ისინი ასე ვთქვათ ძლიერ ასე ვთქვათ ფინანსურად ძლიერ ადამიანებს აქ მასიურად ხდება ეს ამბავი გესმით ეს იმიტომ ხდება რომ არანაირი ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში არ ხდება ხო და ხელისუფლება აცხადებს რომ ჩვენი ეკონომიკა ყვავის თქვენ ფიქრობთ რომ ეს გადამეტებულია თუ უბრალოდ არა არანაირი ეკონომიკის აყვავებაზე შეუძლებელი საქართველოს შეუძლებელია მე მაგაზე ქვევით ვილაპარაკებ იცით თუ რა მდგომარეობაშია ოღონდ რეალური მონაცემების მიხედვით საპროცესო შეთანხმებები შეადგენს დაახლოებით 80%-ს ესე ვთქვათ მთელი აი ამ სამართლებრივი პროცესისა როდესაც 2005 წელს იყო 13%-ის ანუ ეს გადაიქცა ისევ მეორე ფულის ასე ვთქვათ გაკეთების საშუალებას. მე არ ვლაპარაკობ იმაზე ეს ერთი საკითხი, ანუ ძევლად აყვანა გამოსყიდის. მე ახლა კრიმინალური ბანდის მახასიათებლებს გეუბნებით და თქვენ თუ ასე ვთქვათ რამე აქ ესე გადამეტებული მოგეჩვენება თქვენ უნდა მე შემისწოროთ, იმიტომ რომ მე მაინც ახლა ოპოზიციური პარტია ვარ და შეიძლება ასე ვთქვათ ვაჭარბებთ. თქვენ გახსოვთ ჩვენი ასე ვთქვათ პრესკონფერენცია, რომელსაც საშინელი აჟიოტაჟი მოხდა როგორც შიგნით ისე გარეთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. კრიმინალური დაჯგუფებისათვის, ანუ მაფიისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება გარდა იმისა, რომ ის პროსტიტუციაში არის ასე ვთქვათ ჩარეული პროსტიტუციურ ბიზნესში, ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი არის ნარკობიზნესის ამბავი. ეხლა ეს არც წვანთა პარტიის მოგონილია, არც ასე ვთქვათ, ჩემი ფანტაზია, ეს არის გაეროს მონაცემები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მონაცემები, სადაც პირდაპირ წერია, რომ ფუთის პორტიდან გადის 7 ტონა სუფთა გეროინი, ასე ვთქვათ, საქართველოსთან და ეს გადაიქცა ავღანური გეროინის ტრასად. ბუნებრივია, როდესაც წერენ, რომ ერთი წერტილიდან გადის და ეს იცის ხელისუფლებამ და აი მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციის პირდაპირ მონაცემებში ასე წერია რომ ჩვენო არაერთხელ მივეცითო, ძაღლებიც მივეცითო, ანუ ეს სპეციალური ძაღლები რო არიან, რომელიც ნარკოტიკის იჭერენ. მივეცით აპარატურაო. რატომღაც აღარც ის ძაღლები ჩანონო და ეს აპარატურა არ იქნა დამონტაჟებული. ნუ რაზე მეტყველებს ახლა ისინი პირდაპირ ხო იცით ახლა დიპლომატიური ენას ხო არ ამბობენ რომ ეს არის ნარკოკარტელი. რომ ეს საერთაშორისო ნარკოსინდიკატია, იმიტომ რომ შეუძლებელია მარტო ერთ საქართველოს ხელისუფლება ეწეოდეს ამ საქმიანობას, იმიტომ რომ ეს არის ავღანეთი, ეს არის ირანი, ეს არის აზერბაიჯანი და მე უნდა გითხრათ ერთი რამე, რომ როდესაც ირანთან ამათმა უიზო რეჟიმი გააკეთეს და გახსნეს, არა პირდაპირ დასკვნა იყო შეერთებული შტატების იგივე ადმინისტრაციის საიტზე შეგიძლია ნახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ახალი, ასე ვთქვათ, ხაზი ასე ვთქვათ, ნარკოტიკებისა ევროპისაკენ. იმიტომ რომ ირანული ხაზი არის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი გეროინის, ასე ვთქვათ, მიმოქცევისა მსოფლიოში. აი ეს ახლა აი რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ნარკოტიკულ დანაშაულს, ანუ დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, აი ამ ასე ვთქვათ, დაჯგუფებისათვის.
საქმე იმაში გახლავთ რომ გარდა ამისა არის კიდე ერთი ძალიან სერიოზული მომენტი რომელიც დაკავშირებული არის აგრეთვე ფულის ასე ვთქვათ ამოღებასთან საზოგადოების მე არ ვლაპარაკობ იცით აი უკვე მრავალჯერ ნათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების სხვადასხვა არასამთავრობოებისა როდესაც აი ზის ხელისუფლება და იგონებს ართაც სიგიჟეს იმისათვის რომ როგორ გაძარცვოს საზოგადოება ხო აი მაგალითად თქვენ მსოფლიოში ვერც ერთ პრაქტიკაში ვერ ნახავთ კერძო საგადასახადო ინსპექციას მარტო საქართველოს შეიძლება ესეთი უცნაურობა შეხვდეს ანუ შედის ვიღაცა მაღაზიაში როგორც წესი ორ-ორი დადიან და ნუ ასე თქვათ რაღაცა წვრილმანი დარღვევისათვის აჯარიმებენ 500 ლარით როგორც წესი მე მქონა ესეთი შემთხვევა როდესაც თვითონ გამყიდველმა მომიყვა ერთ-ერთი მაღაზიის როგორ შემოვიდა ფეხბზიმე ქალი ну იმიტაცია იყო ფეხბზიმობის ეს არ იყო ფეხბზიმე სინამდვილეში და როგორ ზაფხულში ხდება ეს აგვისტოში როდესაც მაღალი სიცხეები იყო და როგორ წაიქცა იქა და სასწრაფო წყალი მოითხოვა წყალი მომეცი და როგორ გამოიღო ესე იგი ამან მაცივრიდან ჩაულებრივი წყალი და დაალევინა და როგორც კი მოსვა წამოხდა და უთხრა რომ ჩეკი მომეციო ესე იგი ჩეკი რატო არ გამოწერი ამასთან დაკავშირებით და დააჯარიმა 500 ლარით. ამ დაგვარი უამრავი ესეთი ტექნოლოგიები აქვს აი ამ ჯგუფებს რომელიც დადიან დამუშავებული როგორ შეიყვანონ შეცდომაში და გააბრიყონ ესე იგი ეს მოვაჭრეები და ასე ესეთ ფულის ამოღების არა ეს ესეთი მექანიზმი ეს არის კანონით გაკეთებული ანუ ეს კერძო ესე თქვა დაუშვეს კერძო გასაგადასახადო რომელიც წილში ზის ასე თქვა რამდენი მეც ფულს ამოიღებს ასე იმას რაღაცა პროცენტი ეკუთვნის იქიდან და რა თქმა უნდა ეხლა ნაძირალას მეტი ვინ მიიღებს ამაში მონაწილეობას მაგრამ ნუ ის ახლა იშოვა წყარო არსებობისათვის და ცდილობს რა შეიძლება მეტი ფული იშოვოს და გამდიდრდეს ხისი უბედურების ხარჯზე. ამიტომ არის რომ საქართველოში ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ის იხურება პატარა სავაჭრო ობიექტები და უბრალოდ ფიზიკურად ვერ უძლებენ, მატერიალურად ვერ უძლებენ ესეთ დატვირთვას. გარდა ამისა, ახლა ბევრი ლაპარაკია ნაგვისა და ელექტროენერგიის ერთმანეთზე მიღმა და რაღაც ახლა ამაზე მე არ ვილაპარაკებ, იმდენია ნათქვამი. ესეც აი ამ კატეგორიის რაღაცები. ეს ამას ქვია კრიმინალურ ენაზე რეკეტი. ანუ მოდის გიხდით, მოდი გაგაწყვეტინებ. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები და კონკრეტულად რამდენიმე ორგანიზაციამ საქართველოს მიანიჭა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები. მაგას გეტყვით ყველაფერს. მაგას გეტყვით ეს რა არის სინამდვილეში? ეს ახლა რუსთავი 2 და რაღაცები რო გადმოსცემენ ამ მოგლეჯილი ინფორმაციას, ეს სხვა რაღაცა. აგერა მაქვს ის რასაც თქვენ ლაპარაკობთ ის ინფორმაციები, რაზეა სინამდვილეში ლაპარაკი. ხო, მაგრამ მე ეს თემა მინდა დავამთავრო, იცი? ანუ მე ვთქვი, ესე იგი ერთი ნიშანი, ეს არის ესე იგი ძევლად აყვანა გამოსასყიდის მიღების მიზნით, მეორე ნარკოკარტელი, მესამე რეკეტი, ასე ვთქვათ, რომელსაც აკეთებდა შავი სამყარო ბუნებრივია, ხო? და არის კიდე მეოთხე ძალიან სერიოზული, რომელიც დაკავშირებული არის საქართველოს მომავალთან, ეს არის დემოგრაფიული თვალსაზრისით მიღებული ფული. გაიკვირდებათ ხლა რაშუაშია დემოგრაფია ხო ჩვენ გვაეროს მონაცემები რომლის მიხედვითაც საერთოდ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოსთან გავიდა 1,60,000 ადამიანი ეს ოფიციალური მონაცემები 2010 წლის მაგრამ ეს 1,60,000 ადამიანი არის ის რაოდენობა ადამიანების რომელიც გაეროს ესე იგი სადღაც მაინც აქვს აღრიცხული ამაში არ შედის, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომელიც აღურიცხავად არიან და ნუ სხვადასხვა შეფასებები არსებობს, ამბობენ რომ ზოგი 1,600,000-ია, 1,500,000 და ასე შემდეგ. აი ეს ხალხი, რომელიც საქართველოს არის გაქცეული, წელიწადში ეს გახლავთ სოფლიო ბანკის მონაცემები თუ სავალუტო ფონდის ზუსტად აღარ მახსოვს. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში ელექტრონული ასე ანუ ბანკების საშუალებით გადმოირიცხა აი ამ ხალხის მიერ დაახლოებით 900 მილიონი დოლარი. ეს რაც ბანკების საშუალებით მოხდა, არსებობს სხვა წყაროებიც კიდე ბუნებრივია, რომელიც ანტითონ ჩამოაქვთ, თორსა ჩამოდიან, ამ თქვათ რაღაცა გზავნილებია კიდე სხვანაირი და დაახლოებით მილიარდ 100 მილიონი მაინც არის. ხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი რო შეადაროთ ახლა ეს და ვალუტის ასე ვთქვათ ბრუნვა საქართველოში ეს ძალიან სერიოზული რაღაცა არის. ამიტომ დააკვირდით თქვენ სავალუტო კურსის მერყეობას საქართველოში. იმდენად საინტერესო თემაა, როდესაც ეკონომისტები გეყოლებათ თქვენ აუცილებლად კითხეთ მათ.
როგორ ხდება ეს, რომ ესე იგი სოფლიოში დოლარის კურსი, თქვა, ევროსთან შედარებით, თქვა, იცვლება სხვანაირად და საქართველოში ადვოკატ უცნაურად, ესე იგი, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ვარდება ხოლმე დოლარი, ანუ ის, ვინც მიიღო $200 საზღვარგარეთთან, მიდის და ნაკლებ ლარზღებულობს გადახურდაების დროს. ეს სპეციალურად ეთყობა იციან, რომ ძირითადი გადმორიცხვები როდის ხდება, ძირითად იმასა და სწორედ მაშინ აგდებენ, ესე იგი, დოლარის კურსს. ეს უკვე არის კრიმინალური ეს არის ჯიბის ქურდობა. მე ხლა გითხარით ხუთი ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია კრიმინალური დაჯგუფებისაგან და ეხლა თქვენ როგორც კიდევ განსაჯეთ, სწორი ვართ ჩვენ თუ არა, როცა ვამბობთ, როდესაც საქართველოში არის სახელმწიფოს იმიტაცია და სინამდვილეში კრიმინალური, ასე ვთქვათ, დაჯგუფება არის ეს. ეხლა ჩვენ ამან გამოიწვია კატასტროფული, ასე ვთქვათ, შედეგები დემოგრაფიით, რომ ხალხი ვეღარ უძლებს. დიდი მადლობა თქვენ რომ კიდე საქართველოში ხართ, მივდებით თქვენ უნდა გითხრათ სხვებსაც ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები გარბის თუ საშუალებას, ასე ვთქვათ, იპოვიან და არის ერთი გამოკითხვა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით არის გამოკითხვა და უდიდესი ნაწილი პასუხობს, რომ შანსი რომ მქონდეს ერთ წუთი არ დაფიქსდებოდი, წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ეხლა როდესაც გამოდის ხოლმე სააკაშვილი და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აი ბრუნდება ხალხი და ბალანსი დადებითია. გარკვეულ წილად ხალხის დაბრუნება ხდება საქართველოში, მაგრამ ეს არის დეპორტაცია. იმ ხალხისა, რომელიც აი თქვენ გახსოვთ პოლონეთის ამბავი, როდესაც ათასობით ადამიანი იყო პოლონეთის ბანაკებში და რომელიც დეპორტირება მოხდა სინამდვილეში. ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და ეხლა მით უმეტეს, როდესაც ევროკავშირთან ფაქტურად დაიდო ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, აი რეადმისიის ხელშეკრულება, როდესაც იქ ასე ვთქვათ დეპორტაციის საკითხები უფრო იულად გადაწყდება. ხალხი რო გადის, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ჩვენ რამდენიმე თვის წინათ ქონდა პრესკონფერენცია, სადაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური მასალები საქართველოში მოსახლეობის რაოდენობისა და ამორჩევლის შესახებ. ეხლა ეს იმდენად ისეთი შოკირებული მასალები იყო, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე წერილი. ერთი მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, მეორე სტატისტიკის დეპარტამენტიდან, მესამე მთავრობიდან, თქო მეთოდიკა გამოგიზავნეთ, როგორ დაითვალეთ საქართველოს მოსახლეობა. ესენი ამბობენ, რომ 4.600.000 არის რაღაცა მონაცემები, ჩვენ ვამბობთ, რომ არის 3.160.000 მოსახლე. ესენი ამბობენ, რომ საქართველოში არის 3.600.000 ამორჩეველი, ჩვენ ვამბობთ, რომ არის საქართველოში 2.400.000 ამორჩეველი. არაფერი არა, უნდა აინტერესებდათ ვინ, ესე იგი, ექსპერტები, რომელმაც ეს ალბათ დაჭერა უნდათ. და ჩვენ პასუხად წერილობითი არ გავიგზავნია, მაგრამ ის ვინც იყო მოპასუხე, იმათ დაურეკეს ჩვენმა, ასე ვთქვათ, პრეზიდენტმა და უთხრა, რომ მეც საქმე არ აქვს, ეხლა ამ ხოლმე დაგაჭერინებთო კიდე. იმიტომ ეს იმდენად სერიოზული რაღაცა, ეს ჩვენ ძალიან მარტივად დავითვალეთ. ამ ტექნოლოგიას მე ეხლაც არ ვამბობ, იმიტომ რომ გააქრობენ იმ ოფიციალურ მასალებს, რომელსაც შეესჩავათ და გამოაქვეყნეს. და ეს არის დაკავშირებული ვაუჩერულ პროცესებთან და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, კარგ საშუალებას იძლევა რეალური რაღაცებს, თუმცა იმას დემოგრაფების ანალიზი ჭირდება კიდე და საკმაოდ ჩაღრმავება და ეხლა აი მაგალითად ეხლა თელავში რო არის არჩევნები, იცით ხო? თელავში ეხლა მაგალითად არის ორჯერ ნაკლები ამორჩეველი, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამან გამოიწვია ეხლა ჩვენ და მაგალითად ეხლა რატო დავიწყე ეს ამბავი? ეს იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენ რომ მართალი ვიყავით და ისიც რომ მართალია, რასაც მე ვლაპარაკობ, ხალხი გარბის ამით. ეს ჩანს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ მასალებიდან, რაც უნდა გაგიკვირდეთ. იმას ამახინჯებენ, რაც არ იგონებენ სკოლის მოწაფეების რაოდენობის თვალსაზრისით. ესე იგი, როგორც ჩანს, გაეპარათ ის დინამიკა, რომელიც სხვაგან აქვს დაფიქსირებული, ასე ვთქვათ, მოსახლეობის დასთან დაკავშირებით. საოცარი რაღაცაა. ანუ უფრო დეტალურად ძალიან საინტერესოა სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. ხო. ოღონდ უნდა აიღოთ ის პერიოდი, როდესაც სანამ მე-12 კლასი დაამატეს ამათმა. იმიტომ რომ ეს ამახინჯებს მე სიტუაციას. მე-12 კლასიც მაგიტომ დაამატეს. იმიტომ რომ უნდა თვალნათლივ ჩანდა ეს, ესე იგი, უარყოფითი დინამიკა ბავშვების ნაკლებობისა და ეხლა კიდე ხუთწლიანი ბავშვები, 5 წლის ბავშვები შეყავთ. კიდე ესეც იმიტომ არის გაკეთებული. ფაქტობრივად რამდენიმე სკოლის შენობა ისთვის გაასხვის ეს და რატომ დახურეს? მათი განმარტება იყო ასეთი, რომ სკოლაში საკმარისი რაოდენობის ბავშვები ხო და ეს ხო ეწინააღმდეგება მაგათ დემოგრაფიულ, ასე ვთქვათ, რევოლუციებს, რომელიც საქართველოს ხალხი ბრუნდება. აი მე გეტყვით. პირველი და მე-9 კლასები. ანუ 6-15 წლის ასაკის ბავშვები.
საქართველოში შემცირებული არის, ესე იგი 2004 წლიდან 2011 წლის აი ბოლო მონაცემების ჩათვლით 25%. მე-4-ით. ახლა ეს გადაიანგარიშეთ თქვენ ოჯახების რაოდენობაზე და მიხვალთ იმ ციფრებამდე, რასაც ჩვენ წვენთა პარტია მოვუთ რეალურ მოსახლეობასთან დაკავშირებით საქართველოში. სხვადასხვა მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის უბედურება და ტრაგედია, რა თქმა უნდა, ახლა ამას არ შევასაფასებ, რა შეფასება უნდა ამას ქვეყნისათვის, სადაც ისეთ მცირე რიცხოვანი ვართ, მაგრამ აგერ გაეროს მონაცემები არსებობს კიდე აი ამასთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე ადასტურებს ჩვენ სწორ პოზიციას. საქართველოს დამოუკიდებლობიდან რომ მიიღო საქართველოს აი უბედურებები რო ხდებოდა და მოკლედ ერთი ამბავი სამოქალაქო ომი, ესე იგი 2010 წლამდე საქართველოსდან ესე იგი თავშესაფარი, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა 86,000 ადამიანმა. საერთოდ და არ გაინტერესებთ ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენმა მოითხოვა აი ამ 86,000-ში 44,000. ეს გაეროს მონაცემებია, ვისაც უნდა ასე ვთქვათ, ამიტომ ვითხოვდით ჩვენ, რომ როდესაც საარჩევნო ის იყო, რა ქვია, კოდექსზე ლაპარაკი, რომ სავალდებულო ყოფილიყო მოსახლეობის მისვლა არჩევნებს. იმიტომ ეს რეალურად გამოაჩენდა იმ სიტუაციას, ეს ბევრ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში არის ესეთი ასე მოქმედებს არჩევნო სისტემა, მაგრამ ნუ, რა ვიცი, ერთხელ უთხრა იმას, მე შევთავაზე ოპოზიციას იმ რუიანს, ჯერ კიდევ მაშინ რუიანი იყო სანამ ასე გადნებოდა იმასავით. ასე ვთქვათ, რომ ეს შეთავაზეთ იმ ბიომეტრიულის მაგივრად, იმიტომ რომ ამ ბიომეტრიულს შეიძლება არგუმენტები აქვს, ზვირიჟდება და რაღაც სისულელეები, მაგრამ ამას არგუმენტი არა. პირიქით ბიუჯეტში ფული შემო, არ მიხვალ არჩევნებზე დაჯარიმდე. ხო და თუ ხელისუფლება არ ხო უნდა გაწყდეს არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც აი ამოლება არ გამოიყენა ეს ჩვენი არგუმენტი. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, მე ვფიქრობ. კი ბატონო. მოდით საარჩევნო თემატიკას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდეთ და მინდა წეგანამდე ჯერმე ჩაგეჭერით და მინდა რომ მოდით ბარემ ამოვწუროთ ეს თემები და შემდეგ გადავიდეთ უკვე იმ შიდა პოლიტიკაზე, ოპოზიციასთან და საზოგადოებაზე, რაც ახლა დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. მე ვახსენე წეგან ბიზნესის კეთების სიმარტივის და სხვა შეფასებებით, ანუ კრიმინალის შემცირებით და ასე შემდეგ ის მაჩვენებლები, რითიც რის შესახებაც ხელისუფლება ძალიან ხშირად აკეთებს განცხადებას და ბოლო განცხადება პრეზიდენტმა კონკორდიაზე გააკეთა თუ არ ვცდები შეერთებულ შტატებში სამიტის დაწყების წინ. ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს არ არის სიმართლე? ეხლა რაც შეეხება კრიმინალთან დაკავშირებით, მე რიცხვები მოგიყვანეთ და როგორი შემცირება თუ მთელ ქვეყანა ციხეში ჩასვიდა, ნახევარი კიდე და ასე ვთქვათ. ამას ვერ ხედავენ. როგორ ვერ ხედავენ? ეს ოფიციალური მასალებია ყველაფერი. მაშინ რატო აძლევენ ამ ქულებს? ეხლა ქვეთ ხო არ დაუშენენ, როცა გამოდის ხომ. ეხლა ქულებს კრიმინალთან დაკავშირებით არავინ ამათ არ აძლევს. მე ერთ რამდენიმე ინდექს მოგიყვანთ, რომელსაც თქვენ თვითონ დაინახავთ რა კრიმინალის იმაზეა ლაპარაკი. ეხლა უყურებთ თქვენ. მართალია ხელისუფლება, რაც გაგიკვირდეთ იმაში, რომ ესე ვთქვათ, საქართველოში ბიზნესის გახსნის დროის, ესე იგი, სიმცირის მიხედვით მესამე ადგილზეა სოფლიოში, იცით თქვენ? ანუ თქვენ რომ მოინდომოთ ბიზნესის გახსნა, არა, ესე იგი, ყველაზე მე ცოტა დრო დაგჭირდებათ, ვიდრე თქვა შვეიცარიას, ავსტრიას, შეერთებულ შტატებს, თუმცა რატოღაც ის ქვეყნები ძალიან განვითარებულები არიან და ბიზნესიც ვითარდება და ასეთი იოლი რო არის ბიზნესის გახსნა საქართველოში არავინ არ შემოდის. უფრო მეტსაც გეტყვით. არის კიდე ერთი რაღაცა, ასე ვთქვათ, საიდაც საქართველოს გარკვეული ასე ვთქვათ უპირატესობა. მე მგონი ეს არის რაღაც მერვე ადგილზე არის მსოფლიოში, ისევ ამდაგვარი ესე იგი ბიზნესის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის ამოგლეჯილი ინფორმაციები მთელი კონტექსტიდან, რომელიც ესე იგი არსებობს. არსებობს ესეთი, ყველა მიცის, რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული ეკონომიკური ფორუმი, მას ქვია დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც იმართება ყოველწლიურად. ამ ყოველწლიურად ესე იგი იქ იკრიბებიან სახელმწიფოს წამყვანი სახელმწიფოს პირველი პირები, სააკაშვილს უნდა მაგალითად ჩარშან ჩასვლა და არ ჩაუშვეს, არ მიიპატიჟეს ელემენტარულად და ბიზნესის ყველაზე ელიტარული ბიზნესის წარმომადგენლის, რომელსაც დიდი კაპიტალი და დიდი ფული გააჩნია. აი ეს დავოსის ეს ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად უშვებს თავის ანგარიშებს.
ეს არის ყველაზე სერიოზული ანგარიში, რომელიც მე მინახია საერთოდ თავისი ინფორმატიულობით, თავისი შეფასებებით, თავისი ობიექტურებით, იმიტომ რომ უდიდესი ფულის პატრონია ჯერ ეს ორგანიზაცია და უკვე თავს შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტებს და სწავლობენ დაახლოებით 140 ქვეყანას და გაეროს ძირითად ქვეყნებს, რომელიც და ქვია კონკურენტუნარიანობა ქვეყნების. ამაში შედის ტურიზმის კონკურენტუნარიანობაზე და ყველაფერი. და არის უამრავი მონაცემები განათლების სისტემიდან დაწყებული, დამთავრებული, აი შიგნით რა ხდება საბაზრო ურთიერთობები და რაღაც. ეს იმიტომ კეთდება, რომ ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია, თქვა საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში რომ შევიდეს, იმარ რომ ნაყოს რეალურად რა ხდება იმ ქვეყანაში, თორე საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის იმაში რომ შევიდეს, შეიძლება ასე ვთქვათ, გაგეცინოს ადამიანი, მაგრამ ეს რეალურია. ეხლა საქმე იმაში გახლავთ, რომ აი ამის მიხედვით აიღურეთ მესამე ადგილზე ხო თქვი რომ არის გახსნი ბიზნესი, მაგრამ აი შენი ტყავის ბარელი რომ გახსნი მე რა. ანუ ეს არის ხაფანგი რეალურად ადვილად გახსნი და ამ დროს აი ეგ არის ესეთი ინდექსი არის მაგალითად კერძო ესე იგი საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით. 2010 წელს 109 ადგილზე ვიყავით ჩემ სოფლიოში აი 140 ქვეყნიდან. 2011 წელს აი ბოლო მოხსენებით ვართ 120 ადგილზე. და ჩვენს უკან არის ესე იგი ვორნახავთ ბურუნდი რაღაც უცნაური ქვეყნები, რომელიც ესე იგი არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ გავიკვირდებათ, რომ ცალ გაგიდიათ ისეთი სახელმწიფოები. ანუ ჩვენ ვართ ესე იგი კერძო საკუთრების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფო სოფლიოში. ანუ ერთი წლის განმავლობაში ამხელა უკან დახევა ეს სერიოზული სიგნალი უნდა იყოს მაშინ ხელისუფლებისთვის. და არა მარტო ხელისუფლების. ეხლა არა, აქ სხვა რაღაცეებიც არის კაცო. აქ არის მაგალითად სასამართლოს თავისუფლების ინდექსი. 117 ადგილი მსოფლიოში. აქ არის აქციონერების, ასე ვთქვათ, ანუ ვინც კერძო ბიზნესში არის, ისა რა ქვია, იმათი ინტერესების დაცვის ინდექსი 117 ადგილზე ვიყავით ახლა 2010 წელს და 122 ადგილზე გადავიდით 2011 წელში. ანტიმონოპოლიური, ასე იგი, სისტემის ეფექტიანობა 125 უკანასკნელ ადგილზე ვართ. აი ამით შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას იამაყოს, რომ არის ინდექსი, რომელსაც მართლაც ესე იგი ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ, თუ შემოატრელებ პირველ ადგილზე სოფლიოში. მეცით რატო ლაპარაკობ ამას, რომ აი ეს ამოგლეჯილი თქვენაც ვკითხეთ. ეს რომელსაც ატრიალებენ, აბა ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს? ეს არის ძირითადი იმ ბიზნესმენისათვის, რომელიც შემოდის ქვეყანაში და ასე ვთქვათ, აინტერესებს რეალური სიტუაცია, თორე მისი ზარნიშნულობა დიდი კაპიტალიზაციის ახლა ერთი კვირა მოუნდება ბიზნესის გახსნას, რა პროცედურებზე დაიქირა, რომელია იურიდიულ ფირმაზე გააკეთებს ის ბოლო-ბოლო. შესაბამისად, მაშინ სერიოზული ინვესტორები, ვინც საქართველოს ფულის ჩადებას და იმიტომ არის სფერო ნახავენ მაშინ და მაშინ ინვესტიციებიც არ შემოდის. არ შემოდის, რა თქმა უნდა, აი ბოლო მონაცემები და ითრიეს ფეხი, ითრიეს და ბოლო-ბოლო მეორე კვარტლის ესე იგი 2001 მეორე კვარტლის საგარეო ინვესტიციები დადეს, უნდა ნახოთ რა, ანეკდოტური ციფრია. ესე იგი და იქიდანაც ნახევარი რომ ნახოთ, ესე იგი დაახლოებით 45% არის ოფშორული ზონები, ანუ თავისივე ფირმებით შემოტანილი ფული არის, მაგრამ საწაიღე და სადააბანდეს ეშმაკმაიცის. ეხლა მე რატომ ვამბობ, აი მაგალითად ამის სხვათაშორის ძალიან საინტერესო ინდიკატორი არის ფოთის ეკონომიკური ზონა რო გახდეს თავისუფალი და რო ატეხეს ერთი ციკლკივილი და არიქა ესე იგი აგერ ფოჩიო ხალხი აღარ დაეტევა, იმდენი ასე ვთქვათ ადამიანი იქნებაო, მაცხოვრებელიო და იმდენი მუშახელი იქნებაო და მობრძანდითო ინვესტიციაო ჩადეთო. ესე იგი გადასახადებიდან განთავისუფლებულია, წარმოიდგინეთ, ესე რა ქვია, საქმიანობა. მუშახელი ძალიან იაფია, მოგესწრაფა ჩვენი გამათხოვრებული მოსახლეობა უმუშევარი, ყველაფერზე თანახმაა, კონტ კაპიკი ასე თქვა და პურის პულიში. ერთი ინვესტიცია არ შესულა, იცით თქვენ. ერთი საწარმო არ გახსნილა. რამდენი წელიწადი აქვს, მეორე წელიწადი, მესამე წელიწადი გადის, რაც ეს ეკონომიკური ზონა შექმნეს. ეს არის ინდიკატორი, ეს არის რეალობა, რომელიც ესე იგი გვიჩვენებს ჩვენ, რომ ის ბიზნესმენები და ის კაპიტალის პატრონები და ის მეწარმეები რუსთავორს კი არ უყურებენ საზღვარგარეთ და იმის მიხედვით კი არ ჯელობენ. არამედ უყურებენ იმ რეალურ მასალას, რომელიც ხდება სხვადასხვა სერიოზული, ასე ვთქვათ, იმეების მიერ, ორგანიზაციების მიერ. და თქვენ ერთი რაღაცა მკითხეთ კრიმინალთან დაკავშირებით, ხო? არსებობს ესეთი ინდექსი
ქვეყნის თავისუფლების და უпростоრად ამას უფრო ეძახიან არ შემდგარი სახელმწიფოების ინდექსი, ეს ცნობილი ინდექსი გახლავთ და აი ბოლო 2011 წელს გამოქვეყნდა ბოლო მონაცემები, ну ბევრია, ესე იგი დაახლოებით 177 ქვეყანა არის შესწავლილი მსოფლიოში. მასწავლე შვეიცარიების და ისინის და ეს განვითარებული ქვეყნები. ხო და თვითონ ინდექსი კი არა აქვს, ნუ 47 ადგილზე ვართ ჩვენ არ შემდგარ ქვეყნებში, ესე იგი იქ არის ასე ვთქვათ დაყოფილი და 47 ქვეყანა ნიშნავს რომ არ შემდგარი ვართ, იმიტომ რომ პირველი არის სომალი მაგალითად. და ასე რომ ყაზახეთი არის მაგალითად უფრო უზბეკეთი არის მე-40 და ასე შემდეგ. ფინეთი არის მაგალითად 177, ანუ ყველაზე კარგი მდგომარეობა ფინეთში არის და ესტონეთში და ასე შემდეგ. აქ არის ეს არის ბევრი რაღაცა მონაცემების და შემდგარი, მაგრამ საზოგადოებისათვის იქნება ძალიან საინტერესო, ესე იგი ეს არის ერთი რამდენიმე მონაცემი. აქ არის ერთი, ასე ვთქვათ, ესეთი ფრაზა. ესე იგი მე რამდენი ადგილზე არის ქვეყანა სახელმწიფოს მართლობის არალეგიტიმურობის მიხედვით, ანუ სახელმწიფო რომელიც ვერ უზრუნველყოფს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც სახელმწიფოს უნდა ქონდეს, რა, მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ ვართ, ესე იგი, სომალი არის მეორე ადგილზე, ესე იგი, უზბეკეთი არის 38 ადგილზე და ჩვენ ვართ 35 ადგილზე. არის ერთი კიდე მონაცემი, რომელიც აი რაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ესე იგი, ქვეყანაშიო ბიზნესზე და საერთო მდგომარეობაზეო უშიშროებისა და პოლიციის სამსახურების გავლენა. ესე იგი, სომალი არის აქ პირველ ადგილზე, უზბეკეთი მე-18 ადგილზე, ყირგიზეთი 26 ადგილზე და საქართველო არის 32 ადგილზე. მაგრამ ყველაზე, ასე ვთქვათ, ესეთი მძიმე რა არის კლანური და ჯგუფური, ესე იგი, ჯგუფების კლანების გავლენა, ესე იგი, ქვეყანაში რამდენად სერიოზული არის. მე-18 ადგილზე ვართ მსოფლიოში. აი 172 ადგილზეა ფინეთი, ანუ საერთოდ არ არის კლანური და ლიტვა 155 და ესტონეთი, ბალტიისპირეთები ძალიან განვითარებული. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, იმიტომ რომ ეს აი ასეთი სურათი შემოვალა, ესე იგი ეკონომიკის განვითარებაზე და სამწუხარო იცით რა შეყიდე, რომ რადგან აი ესეთი მდგომარეობაა და ამას ხედავს ყველა გარეთ არა, ბუნებრივია რომ აქ კაპიტალი არ შემოვა. ესენიც ვერაფერს ვერ შეცვლიან თავის პოლიტიკას, იმიტომ რომ იმდენად დამოკიდებული გახდნენ ამ თავის ესე აი ამ ბანდიტურ დაჯგუფებებზე, აი ამ ფულის შოვნის, ესე იგი, აი ამ ოლიგარქიულ სისტემაზე, რომ ამას ვერ დაანგრევენ და თვითონ ასე ვთქვათ გადაყვებიან ამას. ამიტომ მიდიან ძალადობის გზით, ამიტომ კიდევ უფრო გაამკაცრებენ და უფრო მეტ, ესე იგი, რაღაც სიგიჟეებს მოიგონებენ იმისათვის, რომ შეიძლება მეტი ფული ამოიღონ მოსახლეობიდან. თუმცა საგარეო ვალი იზრდება ამ ყველაფერთან. ხო, რა თქმა უნდა, ეს პარალელურად ახლა ეს ვალები გვაწყვება ჩვენ გარედან და პლუს კიდე ვალებს იღებენ იმისათვის, რომ ის ვალები და ასე ვთქვათ დაფარონ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის და რისიც მაგათ ეშინიათ, მაგათ ძალიან კარგად იციან ეს ამბავი. და მაგათი ინტერესი არის, რომ შეიძლება მეტი ადამიანი გავიდეს საქართველოსდან, იმიტომ რომ აქტიური მოსახლეობა საშიში არის და ამავე დროს ფულის შემომტანიც არის გარედან, წარმოიდგინეთ, რომ გარბის აქედან ადამიანი ხო რაღაცა ოჯახისთვის ხონდა გამოგზავნოს, ეს მაგათთვის ესე იგი რაღაცა შემოსავალია და ამიტომ არის მაგალითად რა უნდა ბრაზილიაში ჩავიდნენ და ბრაზილიასთან უვიზო რეჟიმის, ასე ვთქვათ, დამყარებაზე დაიწყეს ლაპარაკი. რა საქმე გვაქვს ჩვენ ბრაზილიას და საქართველოს უვიზო ურთიერთობებთან დაკავშირებით? ხო. ხო წარმოგიდგენიათ თქვენ. ხო და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მონაცემი, რომელსაც მაგათ გულს უხეთქავს. ეს არის აი ამ სწორედ არ შემდგარი სახელმწიფოების ინდექსში არის და ამას ქვია, ესე იგი, შურისძიებითა და ესე იგი, იმითი განწყობილი, აი გაბოროტებული ადამიანების რაოდენობა. 31 ადგილზე ვართ მსოფლიოში, მე-4 ადგილზეა სომალი და ვიღაცები. ასეთი ამდაგვარი ქვეყნები. იმიტომ არის რომ ნებისმიერი ოპოზიციის ესეთი განძრევა აქეთ-იქით, აი მაგათის არის უზარმაზარი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ იციან რომ ერთი ტალღა თუ წარმოიშვა,
ამას ვერაფერს ისე წალეკავს, რომ რა ვიცი, რაღაცა საშინელებას ჩაიდეს. კარგით, მაშინ ახლა გადავიდეთ შიდა პოლიტიკაზე, უფრო აქტიურ პროცესებზე, თქვენ ხალხის გაბრაზებული ხალხი ახსენეთ და დღეს დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ და ის ამბობს, რომ თუ ხალხისთვის სულ ერთი გახდება ყველაფერი, შეიძლება მოხდეს ის, რაც ხდება არაბულ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურ ძალებს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვთ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია არაბული სცენარები ჩვენთან განვითარება? მოსახლეობისათვის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი ის ვერ გახდება, ანუ როგორ თქვით, სულ ერთი, იმიტომ რომ როცა ადამიანს შეა, როცა ადამიანს პრობლემები აქვს სერიოზული ოჯახში, ასე ვთქვათ, საჭმლის მიტანის, ბავშვის განათლების, წიგნის ყიდვის, იმისთვის სულ ერთი ვერანაირად ვერ იქნება ვერცერთ პირობებში, ასე ვთქვათ, რაც ხდება გარშემო. ერთი ის არის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო ის, რაც უნდა შეეძლო, იმიტომ რომ თქვენ რო უყურებთ იმ არაბულ ქვეყნებს, თქვენ რა გონიათ, იმ არაბულ ქვეყნებში ესეთი სიღარიბე კი არ იყო, როგორც საქართველოში არის. განსაკუთრებით იმ ლივიაში, მე ნაყოფი ვარ ლივიაში, იქ შეიძლება არ ყავოდა ისე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ საარსებო წყარო ჰქონდათ. იქ სხვა პროცესები იყო, იქ მე თქვენ ნახავთ თქვენ თვითონ ეს ტალღა როგორ წამოვიდა, ვინ იყო ამას ჩარეული რაღაცა. ეს ყველაფერი არის მომავალი ნავთობის კრიზისის საკითხებია, რომელიც 20 წელიწადში იწურება მსოფლიოში და ამიტომ ის წამყვანი ქვეყნები, რომელიც ცდილობენ რომ თავისი სახელმწიფოებისთვის რაღაცა წინ სწრებად რაღაცები გააკეთონ, ისინი ეხლავე იწყებენ ამ პროცესებს. ამაშია საქმე. თორე საქართველოში გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე ასე თქვა ამ არაბულ ქვეყნებში, სოციალური თვალსაზრისით. ბუნებრივია, რომ რატომ არ ხდება აქ იგივე? ეს სხვა საკითხია კიდე და წმინდა პოლიტიკური საკითხია. მოდი ოპოზიციურ სპექტრზე ვისაუბროთ, თუ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის. მე მაინტერესებს რას აკეთებს საერთოდ ოპოზიცია? ხედავთ თუ არა საერთოდ ოპოზიციაში ვინმეს, ვისაც შეუძლია რაღაცა პროცესი დაძრას? ეხლა იცით რა შეესაქმე, მე თვითონ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი ვარ და მე მესმის რომ ეს პასუხისმგებლობა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, რა, ის რა თქმა უნდა ჩვენზეაც გადმოდის, მაგრამ თქვენ ალბათ იცით რომ ყველა პროცესის წინ ჩვენ ასე ვთქვათ გარკვეული განცხადება გავეკეთებია, ჩვენ არ მიგვიღია ისეთ აქციებში და ისეთ რაღაცებში მონაწილეობა, რომელიც ყოველთვის სააკაშვილის გაძლიერებით დაგვირჩევს. ჩვენ გვაქვს თეზისი. ჩვენ არ მივიღებთ არც ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც დამთავრდება ისევ სააკაშვილის პოზიციების გაძლიერებისათვის. ყველა უნაყოფო, ყველა ასე ვთქვათ დაუგეგმავი, ყველა უშედეგო აქცია იძლევა საშუალებას იმისას, რომ სააკაშვილმა კიდე გაიხანგრძლივოს ისა. გარდა ამისა, ყველა ის პოლიტიკური ოპოზიციური ორგანიზაცია არ აქვს მნიშვნელობა, ის რამდენად გულწრფელი იქნება და რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირები და ღია კავშირები რუსეთთან, ესეც აძლევს საშუალებას სააკაშვილს ასე ვთქვათ გაეძლიეროს თავის პოზიცია, იმიტომ რომ სააკაშვილს აქვს ერთ-ერთი გადარჩენის ერთი სერიოზული არგუმენტი, რომ მე ვარ საშინელი, მე ვარ ასე ვთქვათ ყველაფერი ვარ, რაც გინდათ დამათვა, მაგრამ აგერ ჩემზე უარესები არიან ესენი. ამის საშუალებას არ უნდა აძლევდეს ოპოზიციური პოლიტიკური. რატომ არის წვენთა პარტია ყველაზე ასე ვთქვათ დაჩაგრული იცით რა თვალსაზრისით? მე არ ვლაპარაკობ მარტო იმ დევნაზე და იმაზე, რასაც ჩვენ გვიკეთებენ, რომ ჩვენ 2003 წლის შემდეგ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია. უფლებას არ გვაძლევენ არჩევნებში მონაწილეობას, რეგისტრაციას ვერ გავდივართ. და 1000 სიგიჟეს იგონებენ, რომ ესე იგი რეგისტრაციაში არ გაგვატარო. არა და ვართ სუფთა დასავლური ევროპული მიმართულების ასე ვთქვათ პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ყველა მიწის მსოფლიოში, ყავს უამრავი მეგობრები ევროპარლამენტში, თელი ფრაქცია და ასე შემდეგ და ესე იგი გაპიარებული არის მაინდა-მაინც ძირითადად რუსული ორიენტაციის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ორგანიზაციები და წვენთა პარტია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, არის ხელისუფლების პიარ სტრატეგია. რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ ის სტრატეგია, რომელიც მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მან უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ ასე ვთქვათ, მისი ალტერნატივა აქ არის მხოლოდ რუსული, ასე ვთქვათ, ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაცია. ახერხებს, იმიტომ რომ ჩვენ მაპატიონ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებმა, მაგრამ ისინი უწყობენ თვითონ ხელს ამაში.
1000-ჯერ მაგ და 1000-ჯერ მაგ ეს მე გამეორებული პრესით, რა ვიცი, სადაც ხელი მიმისდება ტელევიზიით, რადიოთ. ყველგან მაგ ნათქვამი ეს ამბავი. მაგრამ როგორც ჩანს აქ სხვა რაღაცა ხდება კიდე. როგორც ჩანს ამ ხალხს სულიად ფეხზე კიდია საქართველოს. გულწრფელად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ამას არ უნდა დიდი აზროვნება რომ ამას მიხვდე, რასაც მე ვლაპარაკობ და რაღაცა იქ ვიღაცა სააკაშვილი გამოაჩენს ხან ერთ ბიზნესმენს, რომელიც პუტინთან და სააკაშვილთან ერთდროულად არის შეკრული, ხან მეორე ბიზნესმენს ის რაღაცა ორკაპის გადმოუგდებს ამათ და ესენი ასე ვთქვათ, ეს როგორც ეს ფული არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული, თორე ვინმეს რომ საქართველოში სააკაშვილის შეცვლას სინამდვილეში უნდოდეს მაგაზე იოლი დღეს საქართველოში არაფერი არ არის, იმიტომ დამიჯერეთ დასავლეთი დაინტერესებული და ბაჩორი შეერთებული შტატები, რომ ეს კაცი წავიდეს საფრანგეთიდან. იმდენი პრობლემები შეუქმნა. მოპოვება არ არის რთული ამ სიტუაციაში? ერთადერთი არის იმის გაკეთება, რომ აქ უნდა შეიქმნას დიდი ოპოზიციური ცენტრი, რომელშია შეევლენ დასავლური მიმართულების ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი და პიროვნებები ცალ-ცალი კიდევ ვინც ასე ვთქვათ, ვერაფრით ვერ ხერხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი, რამდენი ჩვენ მაგალითად, რამდენი მცდელობა გვაქვს იმისი, რომ თუნდაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები დავსვათ და ასე ვთქვათ და ცალკეული ჩვენი მოღვაწეები და ისა, არ გამოდის ამ ქვეყანაში. არ გამოდის, იმიტომ რომ რაჭებს ამ ხალხს მე ვერ გავიგე იცი. ყველას უნდა მარტო გადმოაგდოს ენა, ილაპარაკოს და ილაპარაკოსთან როგორ იცით რომ მოხდება ფაქტი იმის ანალიზი კომენტატორების ფუნქცია აქვს შეთავსებული. ერთხელ იმან თქვა რა ქვია ძალიან კარგად გია ხუხაშვილმა, ძალიან ჭკვიანი კაცია გია და რა ვიცი კავკასიაზე იყო მე მგონი, სადაც თქვა რომ კაცო ეს საუბედურებაა, პოლიტიკოსები გადაიქცენ კომენტატორებათო და არასამთავრობოები ქუჩაში გამოვიდნენ. ხო და მართლა ესია. აი სიმინდის ამბავი აიღოთ ახლა ეს ამერიკული სიმინდის ამბავი. მარტში თუ აღარ მახსოვს, როდის ჩავატარე პრესკონფერენცია, ყველაფერი გავშიფრეთ. მოუწოდეთ გლეხობას, რომ არმია ჯერ შემოტანილიც არ იყო პროექტი იყო. და მოუწოდეთ თელ გლეხობას საქართველოში, რომ არ შეიძინოთ ის, რომ დაიღუპებით, იმიტომ რომ არ მოვა ეს პრობლემა აქვს, ის პრობლემა აქვს, ეს არის ძვირია და რაღაც ერთი ამბავი და მეორე ერთი საკუთარ ესე იგი გენოფონდს სიმინდისას მოსპოთ. ბევრმა დაგვიჯერა სვათაშორის და ვინც არ დაგვიჯერა, დღეს არის ტრაგიკულ მდგომარეობაში. მართალია ამის შემდეგ რუსთავი 2 იმედი ეს პირველი არხი ასაშინელება აღმოჩნდა ჩემო საზოგადოებრივი ტელევიზია კიდე ესე იგი 24 საათი ატრიალებს რომ სადღაც 14 ტონა მოვიდა სადღაც 13 ტონა ნუ ეს არის აბსოლუტური სისულელე იმიტომ რომ იგივე ჯიშის ეს რაც შემოიტანა პიონერმა ამერიკულმა აგერა მაგ მასალები თუ გინდა გაჩვენა 8 ტონაზე მეტი ამერიკაში არ მოსულა თვითონ ისიც არის გამოყვანებული ესე იგი სიყალბე მე ურთიერთ გამომრიცხავ ციფრებს ასახელებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ვინ შემოიტანა ის ცალკე ვიღაცა ექსპერტები სხვა ციფრებს აბრახუნებენ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გლეხობა დარჩა უმოსავლოდ და ფაქტი ის არის, რომ ამ ხალხმა კრედიტები აიღო ამისათვის და გაეჭედენ ახლა და ესე იგი ეს ზოგს მიწა აქვს ჩადებული ზოგსა და დარჩებიან არაფრის გარეშე თქვენ წარმოგიდგენიათ. მე მადლობა უნდა უთხრა იმ გლეხობას, რომელსაც ჩვენ დაგვიჯერა სპორტაშორიზა, აი გადაირჩინა ჩვენად ახლა მე რა მადლობა უნდა უთხრა, თვითონ გადაიჩინეს თავისთავად, მაგრამ მე რატო ვლაპარაკობ? ეხლა დაიწყეს რომ მოხდა ეს ფაქტი, მაშინ კაციშვილს არ მოუღია და ეხლა დაიწყეს ზოგი სიმინდით დარბის, ზოგი იმითი ფუჩეჩით დარბის, ზოგი ითი და ახლა იძახიან პარტიებზე მაგ ლაპარაკი რა. ერთს არ წამოწდება, კი არაფერი არ მინდა და არაფერი, მაგრამ შეგაიგაცო დააფასე. სხვისი ისიც რა, თქვი რომ აი ეს კაცი ის პარტია რო ამბობდა ამას, ესე იგი ასრულდა ეს ამბავი და აგერ აი ეს ამერიკული რაღაცა მაიმუნობა, რომელიც არ მოვიდა საქართველოში ესეთია და აგერ არის საქართველოს ქართული სიმინდი ის რა. ხან Facebook-ით გავავრცელე ინფორმაცია, ვიდეო მასალები, ქართული, აი გვერდზეა დათესილი ამერიკული და ქართული და უნდა ნახოთ რა ანეკდოტია. ხოდა იცით რა არის მე რაზე ვლაპარაკობ, იცით მე ახლა დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, რა არ გამომივლია, რა ვიცი მე რა. დევნა ოფისიდან გამოგდება ჯარი მომიყვანეს პოლიცია რა ალყა შემოარტყეს ისე გამოყარეს 2007 წელს რა ვიცი რაღაცა უბედურებები აკეთეს მაგრამ არასოდეს არ მიკადრია ის მე მაგალითად რომ დაარწმუნდა პარტიას ყოველ შემთხვევაში რაც მე ვარ თავმჯდომარე რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცა ასე ვთქვათ გამეკეთებინა ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის რაღაცა იმიჯი შემელახა და თქვა თან რაღაცა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოთ
ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწევთ, სხვანაირად გაერთიანება ვერ მოხდება. ეხლა თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე თუ არის ლაპარაკი და იქ ეხლა რაღაცა მილიონი რო ჩადეს ეხლა საარჩევნო კოდექსში, იმის აღებაზეა ლაპარაკი. თუ კაი ადამიანის შვილებო ახლა ძალიან იაფია რა საქართველოს მილიონად რა. იმიტომ რომ ახლა დიდი ისტორია აქვს ამ ქვეყანაზე. ახლა მილიონად რა, ნუ გაყიდით რა. აი ეს არის. მაგრამ ბატონ გი ამ პროცესების მიმდინარეობის პარალელურად დრო უფრო და უფრო მცირე რჩება მომავალ არჩევნებამდე, რომელიც მე ხა პირდაპირ ვიტყვი ჩემს აზრს, რომელსაც ასე ხშირად არ ვიქცევი ხოლმე, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება 2012 წელს? ახლა პროგნოზები ცოტა ძნელია პოლიტიკაში, მაგრამ თუ შეხედავთ საერთო მდგომარეობას, ძალიან სამწუხარო რომ პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. უკვე მოვიდა, ხო? ხო. ნუ ახლა ცნობილი სქემა იყო, ყველა მიცოდა, რა თქმა უნდა, რომ ესე დატრიალდებოდა, მაგრამ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება პუტინის ხელისუფლება არის, გესმით რა შეასაკა. მე ზუსტად ვიცი, საიდან და როგორ და ესე იგი ის კაც ცოცხალია სვათაშორის კიდე ვინც სააკაშვილი გამოათრია იმ უბრალოდ იქ შეიყვანა რა ქვია იმ შინაგან კგბ ჯარებში და რაღაცა ეს პრიმაკოვია მამა და დედა ეს ყველაფერი ცნობილია გესმით და ამიტომ ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე გავართ საქართველოს რუსეთის მხარდაჭერით შეიძლება ფარული რა თქმა უნდა არა ეს ღია შეიძლება ამათ კიდე ასე ვთქვათ გაუხანგრძლივან ცხოვრება. ამიტომ არის იმას ვიძახი რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი და ეს თუ ინმე საიცოცხლოდ თუ მართლა ინტერესებს ამ ქვეყნის ბედი არა აქ ისე ვიძახი გასაკეთებელი არის სერიოზული ცენტრი ოპოზიციური სადაც არასამთავრობო სექტორი და ჯანსაღი პოლიტიკური დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციები გაერთიანდებიან. საჭირო არის ძალის დემონსტრირება იმისათვის, რომ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან. სააკაშვილს კი არ შეეშინდება ამ ძალის. არამედ ის ვის დაინტერესებული არის, რომ ეს მოიშოროს, ის გააკეთებს ამას. ეს 2003 წელში დაინტერესებულია დასავლეთი, მაგრამ დაინტერესებული ასევე რუსეთი რა დარჩეს სააკაშვილი ახლა. რა თქმა უნდა დაინტერესებულია რუსეთი. ეს რუსებს ღიართ აქვს, ნათქვამი. ეს სცენარი როგორ შეიძლება? ღიართაც აქვს, ნათქვამი რუსებს და რა ვიცი, და ვიკილიქსის მასალებშიაც არის რეალურად ახლა ყველაფერი აი დასამალია მაშინ და ახლა რაზე უნდა ილაპარაკოს საერთოდ კაცმა ტერიტორიები აჩუქა ფაქტიურად. პეტრე მამარაძეს სახეში ურტყავდა ეს აგვარი აღარ მახსოვს. აკაკი ბობოხიძე მაიღოს და კაი თქვა კარგი კომენტარი გააკეთა დიასამიძემ, თამაზ დიასამიძემ იმ ფრაქციის წევრია, რომ ბობოხიძემო წაიკითხოს, რომ ტალიანის დასკვნაო ხელების ქნევას. სწორია, წაიკითხონ ძმაო, მაგრამ პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ჰაგის ტრიბუნალმა დაამთავრა გამოძიება. ოსეთის საკითხთან დაკავშირებით და ეხლა დგება საკითხი ველოდებით რამდენი ხანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრიბუნალი, აღძრავს თუ არა ოფიციალურად ასეთი საკითხს, რომ ტრიბუნალმა დაიწყოს მოქმედება. თუ ეს მოხდა, თქვენ ნახავთ ვინ არის მართალი და მტყუარი მაშინ. გესმით რა შეასაბა? ამაზე უსყდება გული და ეს ცემატყებაც იმიტომ არის, იმიტომ რომ სააკაშვილი იქ რო წავა, ესენი საწავლე. ამაში არის პრობლემა. ამიტომ იცით რა არის და ეხლა თუ ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები რომელიც რაღაცებს ესე დარბიან ტელევიზიებთან ერთად რაღაცებს ეხლა მე მაგალითად თელავში ვიყავი 4 დღე არც არავის არ გაუკეთებია საქართველოს ესაც ჩვენ ვაკეთებ სომხეთის სამი პოლიტიკური ორგანიზაცია აზერბაიჯანის სამი პოლიტიკური ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორი 32 ორგანიზაცია თელავის ესე იგი იმაში შევკრიბეთ ჩვენ პლანეტა პარტია და მემორანდუმზე მოვაწერინეთ თანამშრომლობის შესახებ ხელი. აბა გინახიათ რომელიმე ტელევიზიაში? ხო არ გინახიათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ნუ გააშუქებენ, არ გააშუქებენ. ჩვენ ვაკეთებთ ამას ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ იქ თუ სტაბილურობა იქნება, ჩვენთვისაც სტაბილურობა იქნება. იქ თუ ომი დაიწყო, ჩვენთვის იქნება კატასტროფა. და ეს ხალხი მზად არის, რომ ერთად ხაზზე და ილაპარაკოს. მოდით საგარეო საფრთხეებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ეხლა მსმენელია ხაზზე, საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ.
მე ბატონ გიოსთან ამას ერთი შეკითხვა შეიძლება. როგორ ფიქრობთ, რა მიზნით შემოიტანეს ამ სიმინდის თესლი? ვირუსების გავრცელების მიზნით ხომ არ იყო გაკეთებული? რისი ვირუსების ქალბატონო? ვირუსების გავრცელების მიზნით, იმიტომ რომ არის ასეთი მოსაზრება და თუ შეიძლება გითხრათ პასუხი. რა მოსაზრებებია იქნებ გითხრათ, იმიტომ რომ გასაგებია. არაფერი ვირუსების შემოტანისთვის ეს არ კეთდება, ეს კეთდება ფულის აკეთებლად. 40 მილიონი დოლარი დაჯდა ეს პროექტი, ეს სიმინდის თესლის პროექტი. და ჩვენ მაშინ, როდესაც ქონდა პრესკონფერენცია, მაშინ ჩვენ გამოვიტანეთ ეს მასალები, რომ საქართველოში ხელისუფლებამ გლეხობას მიყიდა ორჯერ უფრო ძვირად ის თესლი, რომელიც ღირს სინამდვილეში. რატო ეხლა საიდან სულად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ უკრაინაში ვიღაცა ბიზნესმენმა თავისი რისკით შეიტანა ეს ასე ვთქვათ პიონერის თესლი და დადო საიტებზე, რომ ასე ვთქვათ ყიდი თესლს. ზუსტად იგივე მარკის, ზუსტად ისევე ხარისხის და უფრო ნახევარი ღირდა დოლარებში გადაანგარიშებით საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ტენიდა ძალით ამ გლეხობას. და თან ახლა წარმოიდგინე ბიზნესმენი თავის მოგებას ადებს ზემოდან კიდე, ხო? და ახლა სახელმწიფო მოგებას არ ადებს თითქოს, მაგრამ ფაქტურად გამოვიდა, რომ ეს რაღაცა ფულის გასაკეთებლად ესეთი გააკეთეს ეს ამბავი. და ალბათ მოტეხეს იქ რა ვიცი 20 მილიონი ალბათ დოლარი ჩაიდეს ჯიბეში და ეს გლეხობა კიდე გამათხოვრეს და მშიერი დაეშველებათ ამ ზამთარში მე არ ვიცი მშიერი დარჩებიან ალბათ. და ეს იყო ამის თელი ფილოსოფია, რა არის ვირუსები ქალბატონო. ვირუსების შემოტანა თუ ჭირდება და ერთი კოლბაა საჭირო ჯიბეში და ისე მორჩენილი ამბავია, რა თქმა უნდა მაგას სიმინდის თესლი. ესე იგი, კარგი მოდი და პოლიტიკას დაუბრუნდეთ. მე მაინტერესებს აქვს თუ არა კიდევ რამე შანსი საარჩევნო გარემოზე დაწყებულ საუბარს, რომ გაგრძელდეს და რამე კონკრეტული შედეგი ნახოს ამ ქვეყანამ და არა რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ. თუ ეს ამბავი თავიდანვე განწირული იყო იმისთვის, რომ შედეგო დასრულებულიყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ არჩევნების მოგება თუ იქნება საზოგადოების ერთიანობა, შეიძლება ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ პირობებში. რა თქმა უნდა, გადასარევია და კარგია, როდესაც ამას შენ გიწყობს, ამაში ხელს გიწყობს საარჩევნო კოდექსის და ის ნორმალურია და ასე შენ. ყოველთვის ვამბობდი და ვიძახდი. და ეხლაც ვიძახი. მაქსიმალური აქტიობის შემთხვევაში მოსახლეობის არჩევნებს პრობლემა იქნება გადაწყვეტილი. ეს საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან სერიოზული არჩევნები იმ თვალსაზრისით, რომ ამან უნდა დააკომპლექტოს მომავალი, ასე ვთქვათ, მთავრობა, რომელიც კონსტიტუციაში შეიტანეს ამას ცვლილებები, არა, მერე ასე ვთქვათ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები რო იქნება, აი იმ პრეზიდენტს კი არაფერი მნიშვნელობა არ იქნება ისეთი, იმიტომ რომ ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით იქნება სუსტი პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი იქნება ძირითადად. რომელსაც აირჩევს ეს პარლამენტში შესვლა. ამიტომ ახლა ნაციონალური მოძრაობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის როგორმე უმრავლესობა მოიპოვოს აი იმ პარლამენტში. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. აი როგორ უნდა მოხდეს ეს რომ ამის რაც არ უნდა როგორი კანონიც არ უნდა იყოს აი ამაზე მახინჯიც კი როგორ შეიძლება იმის გაკეთება რომ იმათმა ვერ მიაღწიონ ამაზე ხე მე დღეს მომათქმევინებთ შვენივრად ვიცით ეს ტექნოლოგიაც ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული არც ნაჯახების და არც ხანჯლის ქნევა არ არის საჭირო სხვა რაღაცებია საჭირო რომლის ასე მაგრამ მე რაღაცა ეჭვმეპარებო რომ წვენთა პარტიას ისევ დაუშვებენ ასე ვთქვათ არჩევნებში და ისევ თავის სატელიტებს ასე თუ გააგრიალებენ მაგრამ ნუ ხა ჩვენ შევეცდებით რომ ბოლო-ბოლო ჩავთოთ ეს ევროპარლამენტი ჩვენი მეგობრები და თელი ევროკომისია და ბოლო-ბოლო ის მაინც გავაკეთოთ რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა ყველაზე სასაცილო იცით რა არის როდესაც ეუბნები მაგათ ესე იგი ამ ბანდას რო ესე იგი რომ კაცო დაგვიშვით ამ არჩევნებში ხო რა პრობლემაა თუ თქვენ მიგაშიათ რომ წვენთა პარტიას არაერთი რეიტინგი არ აქვს და ვერაფერი ვერ 5%-ს გადალაღავთ მაგრამ მიგაშვით კაცო ჩვეულებრივად და აღმოჩნდებით რომ არ ძალიან სუსტები და ასე თქვათ რაღაცა მაგრამ აბა ინგრესად არის არ არის იმიტომ რომ შარშან როდესაც ადგილობრივი არჩევნები იყო და როდესაც არ მოგცეს საშუალება ასე და მიხვდა ჩაერიათ ყველა ასე იგი იქ ძალიან სასაცილო რაღაცა მოხდა რომ ესე იგი როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე განიხილეს ჩვენი საკითხი
და კენჭისყრით უნდა გადაეცვა. ხო და კენჭისყრაზე ერთ-ერთმა ჩვენმა ოპოზიციურმა პარტიამ ასე თქვა ჩვენ ხარი არ დაგვიჭირა. ეხლა არ დავასახელებ, მაგრამ ალბათ ზოგიერთი მისმენს მაგათი ლიდერი, იმიტომ თქვენი რადიო პოპულარი გახდათ. მე პირდაპირ უნდა გითხრათ, მე ხარ დამპლები. იმიტომ რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც ყველაზე ძალიან აინტერესებდა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ თქვენ რომ ჩვენთვის დაგეჭირათ ხარი, როგორც ხვემა დაუგვიჭირეს, არა? მაშინ ნაციონალურ მოძრაობა დარჩებოდა მარტო და ჩვენ გვექნებოდა საქმიანობა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლებამ დაბლოკა, ესე იგი არჩევნებში. მაგრამ მე რო გამოვდიოდი იქიდან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი სხვათა შორის. და იმ რაღაცა ისტორიებიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რო ვარ. სურახარებში. ხო. იმას კი უთხარი, რომ ესე იგი მაინც მივიღეთ მონაწილეობას მეთქი. და მივიღეთ როგორ იცით, რომ ვიღაცა არარსებული პარტია მოვიდა ჩვენთან, სხვამა შემოგთავაზეს, რომ პიროვნულად მიიღეთ, ყველას უარი უთხარით. და უბრალოდ დაგვემტკიცებინა, რომ აი ძირითადი მოტივი რატომ გააკეთეს ეს ამბავი, ასე იგი ერთ-ერთი ახალშექმნილი 2 თვის წინანდელი შექმნილი პარტია, რომელიც კაცმა არ იცოდა, ისინი მოვიდნენ და იმათ დავეთანხმეთ. ნული რო ქონდა რეიტინგი. და ოღონდ უთხარით, რომ თავი დაგვანებით, ჩვენ ავირჩევთ თვითონ რაიონსაც, იმასაც და ჩვენ იქ მივიღებთ, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერს და ჩუღურეთის რაიონი ავირჩიეთ თბილისში, ყველაზე მძიმე სოციალური, ყველაზე დიდი პრობლემების მქონე. მოკლედ რა არ იწვალეს, ესე იგი 10% მაინც დაგვიწერეს. 10% და 10% გააბათილეს ბიულეტინების. მეც თამაზ რაზე ვამბობ. ამით ჩვენ მე დავანახეთ სუყელას ჩვენ მეგობრებს საქართველოსია საქართველოს გარეთ რატომ არ გვიშვებენ ჩვენ არჩევნებს რატო სხვას არ ბლოკავენ ამაშია პრობლემა ეხლა მაგათ აქ კიდე ერთი ესეთი სერიოზული სქემა რომელიც ყოველთვის მუშაობს და ალბათ ეხლაც იმუშავებს მაგანი შეეცდებიან რომ დემოკრატიული ესე იგი რაღაცა რო შექმნან იმიჯი ამ არჩევნების იმიტომ რომ საფრთხეებს ხედავენ რომ შეიძლება დასავლეთმა უკვე მაგრა დაახიოს ყურები და აღარ აღიაროს ეს არჩევნები. ამიტომ შეიძლება უმრავლესობა არ მოიპოვონ თვითონ როგორც ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ იმდენი სატელიტი ყავთ უკვე. დეპუტატების რაოდენობის განცდა შემოიტანეს ინიციატივა. ხო, ნუ ეს იმიტომ რომ სხვების მადებით დააღმაყოფილონ. ეხლა რაშია საქმე? თქვათ აიღებენ აი ესე 40%, 45%. დაუშვათ. სამაგერად იქ ხო არის რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იგივე ნაციონალური მოძრაობაა, მაგრამ ზოგს რაღაცა ქვია, ზოგს რაღაცა ქვია და ზოგს რაღაცა ქვია, ხო? როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ სხვათა შორის. აი იმითი ასე თქვათ შეავსებენ უმრავლესობას. მე იტყვიან რომ აგერათ ავჯექით ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა მოვილაპარაკეთ და პრემიერ-მინისტრი ავიჩეთ სააკაშვილი. მე იტყვიან რომ ასე თქვა თავრობა ერთად დავაკომპლექტეთ მიუგდებენ ესე იგი რაღაც ერთი მინისტრის პოსტს რომელიღაცას რაღაცა ჭეკლასის სამინისტროსი და ისევ ასე თქვა ესენი დარჩებიან ხელისუფლება ეს არის ამათი სქემა ამ სქემის განხორციელების საშუალება არ უნდა მეცეთ ერთი არის როგორ რა მექანიზმით და მეორე არის იმ პოლიტიკური ორგანიზაციების ლუსტრაციით რომელიც მაგათთან არიან დაკავშირებული ფარულად თუ ღია თქვენ გაგიკვირდება ლუსტრაცია და ვინ უნდა გააკეთოს ეს უნდა მოხდეს არჩევნების წინ და ეს უნდა გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა აი ირმა ინაშულმა ერთხელ დაიწყო ეს პროცესი და მე იმედი მაქვს რომ გააგრძელებს იმიტომ რომ მე მახსოვს ეს იყო რედისონში იყო თუ სადღაც შეხვედრა სადაც ეს პროცესი მართლაც სერიოზულად დაიწყო თქვენ გაგიკვირდებათ ჩვენო მსმენელო ვინები არიან ფარულ კონტაქტში ესე იგი შესულები არა ერთი წელიწადია და არა 6 თუმცა მარტივად არა მე არ დავასახელებ პოლიტიკური არის ორგანიზაცია და მე ჩამეთვლება როგორც ასე თქვა კონკურენტებთან ბრძოლა და რაღაც მე რამეს გეტყვით რა ძალიან იოლი დასადგენია ჩართეთ რუსთავი 2 და ნახეთ რომელი ოპოზიციური პარტიის ესე იგი პრესკონფერენციების აქციების თუ რაღაცეების ნორმალური არა დაცინვით და იმითი შაყირით და რაღაცებით არა ჩაულებრივი გაშუქება ხდება ასე ვთქვათ რა როგორ ჩაულებრივი ეს ისიც დასნიშნავს როდესაც კავკასია მაესტრო სხვა ისინი რადიო და ისინის თბილისის და რუსთავის გარეთ ვერ გადიან და გადის რუსთავი 2 და ეს იმას ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე თავისი ოქროს საბადოს ხმების ოქროს საბადოს პროვინციებს უნაწილებს ამათ როდესაც უშვებს თავის ტელევიზიაში და გლეხობას და იმას აყურებინებს ესე იგი აი ეს არის ოპოზიცია სიმდიდრეში ამიტომ შეიძლება მაგალითად გია გაჩეჩილაძე რომელიც 20 წელიწადია პოლიტიკაში არის ჩავიდეს რომელიღაცა რაიონში და კაცმა ვერ იცნობს და თქვას რომ ეს ვინა ჩოლები მოქალაქე დადის
ეს არ არის გამორიცხული. თუმცა ხა გაზეთებისა და რაღაცების საშუალებით რაღაცა ხერხდება. თუმცა, ხო და ამიტომ ეს ორი მომენტი, ესე იგი მექანიზმი, როგორ და ილუსტრაცია, რომ ვის არ უნდა დაუჭიროთ ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ვფიქრობ, რომ თუ მივახცევთ იმ არჩევნამდე საერთოდ, მაშინ ასე ვთქვათ, შესაძლებელია ყველაფერი. ეხლა ესენი მაიმუნობენ, ბუნებრივია, ამოიღეს ეს, რა ქვია, მარკირება და რაღაცა და ამოიღეს, იმიტომ რომ ვიდეო ეს იცით რატო ამოიღეს, რომ მე თქვან რომ ჩავდეთ უკან. ნაგერ ნახავთ თქვენ თვითონ. რომ ესე იგი თქვან რომ რაღაცა ოპოზიციამ ესე გაიმარჯვა. თუმცა ექსპერტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მარკირება გარკვეულწილად კარუსელის შესაძლებლობას ოდნავ მაინც ზღუდავდა. ყველა მექანიზმი არის საჭირო იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეიზღუდონ ესენი, იცით? და ამოიღეს ეს. ხო და მაგას გეუბნები, ამოიღეს, იმიტომ რომ უკან ჩადონ. ეს არის ტექნოლოგია, როცა მოლაპარაკებები გვაქვს, თქვენ დაიწყებთ ყვირილში, ეს რაკენით კაცო და მაშინ გეტყვით, კაი, მოდით ნახოთ ბიო და მას ჩადებენ, ისევ დააბრუნებენ და იტყვიან, ჩვენ დავაკმაყოფილეთ ოპოზიცია და იყო ხო სინამდვილეში, ხო? და ასე და ასე შემდგომ, ის ძირითადი საკითხები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და კომისიების დაკომპლექტების წესია, რომელიც ასე ამორჩევლების რაოდენობა რაღაც, ეს ყველაფერი რჩება ისევ როგორც არის, ხო, რაც მაგრამ საზოგადოება რო არჩევნებზე გამოვიდეს, ამისთვის ალბათ გარკვეული მოქმედებებია გასატარებელი ოპოზიციის მხრიდან. იცით რა არის? განახლა რა ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ცივილიზებულ ქვეყანაში რა ოპოზიციის მოწოდებებია საჭირო ადამიანი არჩევნებში მივიდეს. არჩევნები არის, ყველამ უნდა იცოდეს, არჩევნები არის ვალდებულება. ეს არ არის მარტო ეს რაღაცა, ესე გინდა მიხვალ, მინდა არ მიხვალ რა. ეს არის ვალდებულება, ესენი საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, მოვალეობა, რომ მიხვიდე და შენი განაცხადი გააკეთო. არ მოგწონს არავინ, გადახაზე. ნუ არ ხდება, ეხლა ძალით ხო არ გამოყრი. მაგრამ იქნება რაღაცა ღონისძიებების ჩატარებამ შეცვალოს ეს რაღაც რა ადამიანები ღონისძიებების ჩატარება, ამის ერთადერთი ღონისძიება არის, რასაც მე ვიძახ. უნდა შეიქმნას ძლიერი ცენტრი ოპოზიციური, რომელშიც იქნება გაერთიანებული ძალიან ბევრი სუბიექტი. რომელსაც საზოგადოებას დაანახებს, თუ ხა ფსიქოლოგიაზე თუ არის ლაპარაკი და ხა მასის ფსიქოლოგიაზე, გეთანხმებით მაგაში, რომ ის ყველაზე ზარმაცი, რომელიც ზის ტელევიზორთან და ასე ვთქვათ, განძრევა ეზარება, იმანაც რომ დაინახოს, რომ რაღაცა შანსი გაშთა თეორიული იმისა, რომ ვთქვათ, ეს კრიმინალური ჯგუფი მოიშორო თავიდან. კი, მესმის, მაგრამ მე იცით რას ვიძახი? მე ვიძახი იმას, რომ ყველას ვალდებულება განა რა უნდა 15 წუთით ადგე და მიხვიდე საარჩევნო უბანზე და არ მოგწონს არავინ გადახიეს ბიულეტენზე ან თავზე დაახიე ვისაც გინდა და ან რაც გინ გადახაზე გადაფხრეზე ან მიდი და ვისაც გინდა იმას მიეცი ხმა ო შენი მოვალეობაში ასრულე ეს ხო 15-20 წუთის ამბავი არის მეტი ხო არ არის რა ამიტომ გვინდოდა ჩვენ ისე ვიმეორებ რომ სავალდებულო მისვლა ყოფილიყო როგორც არის ეს ბელგიაში როგორც არის ავსტრალიაში როგორც არის შვეიცარიის რომელიღაცა კანტონებში და ასე შენ ძალიან ბევრ ქვეყნებში ადამიანები შეეჩვევიან ამას უნდა იყოს საკუთარი ის და არა დააჯარიმებს სახელმწიფო არ მიხვალ დაგაჯარიმებს გესმის და ასე შემთხვევაში ხო მივლენ რა თქმა უნდა ხო და ასე რომ მივლენ ასე შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რამდენი ხმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას თავისი გაყალბებიანად იმის ვარც დამარცხდეს, მაგრამ ადამიანებმა თავისი ვალი უნდა მოიხსნა. ახლა თუ 95% მივიდა არჩევნებზე და ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა ხარი, ახლა დომებია ამ ხალხს თურმე ახლა ეს ნაციონალურ მოძრაობა და სააკაშვილი და მაშინ გია გაჩეჩილაძეს და წვანთა პარტიას რა უფლება ამ ხალხის წინააღმდეგ ესე იგი იაროს. ჩვენ დავჩებით იმ 3%-ში, რომელიც მაშინ თუ ესე ოპოზიციურად განსხვავებული და იმის მხარეზე ვიკნებით. აბა კარტით მოდი ცოტა ხანში გავაგრძელოთ, მსმენელს მოусმინოთ, საღამომშვიდობის ეთერში. ისევ მე გაწუხეთ, იცით, მე მინდოდა მეთქვა, რომ 2008 წელს ეგრეთ წოდებული ქონდრის ვირუსი, რომელსაც ინგლისურად ქვია wolf virus, აღმოჩენილი იქნა შიდა ქართლში. და ეს ვირუსი იწვევს ხორბლის წვის შეჯერებას. ეს ვირუსი აგრეთვე აღმოჩენილი იყო საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში არ იყო ეს ვირუსი და აი ახლა 2008 წელს აღმოაჩინეს ეს ვირუსი და 2008 წელს არ ყოფილა შემოტანილი 2011 წელს შემოიტანეს ეს ამერიკული სიმინდის თესლი 2096 წელში იყო მცდელობა
კარტოფილის გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანისა ჩვენ მაშინ პარლამენტში ვიყავით წვენთა პარტია და მონსანტო იყო მაშინ ეს ამერიკული ფირმა 400 ტონა შემოიტანა თუ რაღაცა და უკან გავატანეთ ესე იგი ერთ ცივილკივილით ერთი ამბავი იყო და მაშინ მოუგეთ იმიტომ რომ ქონდა საშუალება ბერკეტები ქონდა ხა მონსანტო არის კორპორაცია რომელიც შედის სიცოცხლის ინდუსტრია ქვია ამერიკაში 4 ტრილიონი დოლარი აქვს ბრუნვა წელიწადში ეს არის სახელმწიფოში იმის მორევა არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენ მოვერიეთ, იმიტომ რომ ბერკეტები ქონდა მაშინ. და ეხლა უბრალოდ რადგან ბერკეტები არა გაქვს, იძულებული ხარ მოსახლეობა მაინც გააფრთხილო, რომ მოსახლეობამ არ დაუშვას შეცდომა და ვინც გვიჯერებს, იმარჯვებს ხოლმე და დაზარალებული არ არის და ვინც არის, იზარალდება, რა ვქნა. სამწუხაროა. ბატონო, ჩვენ გადაცემის გარკვეულ პერიოდებში საუბრობდით იმაზე, რომ საზოგადოება საქართველოში არის გაბრაზებული, პროტესტის გრძნობა თითოეულ ადამიანში არის, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად, მაგრამ არის. მაგრამ გუშინ იყო თბილისში ასეთ ქართველთა მარში რაღაც ოპოზიციის ტესტიც კი დაარქვეს ამ აქციას, თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი იყო დაახლოებით 2-3. რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში? თუ აქ არ იყო უბრალოდ მოთხოვნა, რისთვისაც ხალხი შეიძლება გამოსულიყო? თუ როგორ? მე ვფიქრობ, რომ ფორუმი სწორედ მოიქცა, როდესაც ეს მარში დაგეგმა. ეს თუმცა შეიძლება ფრაზებში არ დავეთანხმო, ზოგიერთ ჟურნალისტი ახლა ძალიან მიაწვა უბასანიკიძეს და ეუბნებოდა მაინც გითხარით და რაღაც ამდაგვარი თქვა, რომ ტესტი იქნება და რაღაცა. ვერ იქნება ტესტი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ამდაგვარი საჭირო არის, ეს საჭირო აქცია იყო, მე ასე ვთვლი. თუმცა მე უნდა გითხრათ რა, ხანდახან უნდა შეიკავონ იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომელიც დისკრედიტებული არიან ქვეყანაში. ასეთი რაღაცების მხარდაჭერისათვის, იმიტომ რომ მაშინ ისე გამოდის, რომ ხელისუფლებას უჭერენ მხარს. მე ლაპარაკობ ბურჯანაძის ესე განცხადება, ბურჯანაძის პარტიის განცხადებაზე, რომ ის მხარს უჭერს ამისთან რაღაც. ცოტა ხანი მოითვინეთ რა ძმებო რა. არ შეიძლება იცით რა. თქვენ ამითი ესე იგი აფუჭებთ საქმეს. მიეცით ადამიანებს საშუალება, რომ თავისუფლად ესე იგი გამოხატონ აზრია რა. ხო და იცით არ გამოდის, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს რას იცით რომ იმ რა ქვია იმას გვირაბში ნათელ წერტილს რომელსაც ის ასე თქვა იმედს გაუჩენს ეს არის ხო ამიტომ ამის გაკეთება არის საჭირო თქვენ ნახეთ თუ შეიქმნა ესეთი რაღაცა თქვენ ნახეთ არ ვიცი მე რამდენი კაცი იყო გუშინ მაგრამ თბილისში არ ვიყავი თელავში დღეს ჩამოვედი თელავიდან და ესე იგი თქვენ ნახეთ რაოდენობა ხალხის ძალიან მარტივი გასაკეთებელია ხალხი ჭირდება ოპტიმისტური რაღაც ისე თუნდაც კულუარულ დონეზე მოლაპარაკებების მსგავსი მიმდინარე არ ვიცი ჩემთან არავინ არ მოსულა მაგრამ მე ვცდილობ არასამთავრობო სექტორი რომ ინიციატორი ამის უნდა წამოვიდეს სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ამის ინიციატორი იცით პარტიების დიდმა ნაწილმა გარეკა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, ანუ დაუსჯელობის სინდრომი გახდა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკურ პარტიებში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული სინდრომი არის დაუსჯელობის სინდრომი. რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ესე იგი, უყურეთ, ჩუმად შედიან გარიგებაში, ვიღაცა აიღებს და ჩაისვავს მაგალითად მერაბიშვილის დეიდაშვილს სიაში მეოთხე ნომრად. კაციშვილი ხმის გამცემი არ არის, ამაში 250.000 აიღებს მაგალითად. მეექვსე ნომრად ჩაისვავს მაგალითად სოსო თოფურიძის ნათესავს. ოპოზიციაზე ვლაპარაკობ. ყველა მიცის ეს ვიღაცა რაღაცას იქ ჩუმად გავარდება ფული ამიტომ სამოქალაქო სექტორის ფუნქცია სამოქალაქო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორი სერიოზული სექტორი არის და სუფთა სექტორია ვიდრე მოდით მსმენელს მოვუსმინოთ კიდევ ერთ კითხვით გვირეკავენ საღამოშვიდობის გამარჯობა მე თქვენ ადანაშაულებთ ხალხს არ გამოდიან არჩევნებზეო ამას აი საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყო მაშინ ხალხი გამოვიდა ლევან გაჩიჩილაძეს დაუჭირა ხალხმა მხარი და მე რატო ვეღარ მოუგო სააკაშვილი თქვენ როგორ ფიქრობთ ხალხმა რა ქნას თუ სააკაშვილი თავის
დაკრულებს ატარებს ყველგან და ყველაფერს. ძალიან დიდი ბოდიში არ გაითიშოთ რა თუ შეიძლება რა. დიახ. რამ ძალიან მარტივი მისახვედრი იყო მაშინ როდესაც ესე იგი ოპოზიციამ ლევან გაჩეჩილაძე წამოაყენა ასე ვთქვათ კანდიდატად რომ ეს იყო ოპოზიციის ესე იგი კანდიდატი და იმისთვის უნდა დაეჭირათ ხარი იქ რომ შალვა ნათელაშვილმა გამყრელიძემ პატარკაციშვილმა ერთმა ცხონოს გია მაისაშვილმა ცალ-ცალკე კიდე მიიღეს მონაწილეობა იმას რატომ ისეს ხმები გამაგებინეთ ერთი ამბავი არა უმეტესობაზე არ არის პროცენტებმა გადაწყვიტა საკითხი და ის პროცენტები ამათმა წაიღეს მაგაშია საქმე იცით და იქ მეორე ტური აუცილებლად უნდა ყოფილიყო მეორე ტური უნდა ყოფილიყო აუცილებლად მაგრამ აი მათ უნდა დაუსვათ კითხვები ცალ-ცალკე ახლა მიცვალებულში უნდა დაუსვას კითხვას მაგრამ ცოცხლები ვინც არიან რატომ მიიღეს ცალკე რატომ მოხსენი მე გია გაჩეჩილაძე მეც ვიყავი წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებში და მოხსენი ლევან გაჩეჩილაძე სასარგებლო რა თქვენ გონიათ ლევან გაჩეჩილაძე ძალიან მეხატებოდა გულზე მაგრამ საერთო საქმესათვის გაკეთდა ეს ამბავი თუმცა თვითონაც ვერ შეძლო საკუთარი ხმების დაცვა რა მე რაღაც არა მაგათ მნიშვნელობა იცით და წამო თითო ჭიქაღვინა დავლიო და დავიშალოთ ყველას არა იცით მოდით რა იცით როგორ არის აქ საქმე აქ მეორე ტურის საკითხი იდგა რა მეორე ტურის საკითხი იდგა როდესაც მეორე ტური გინდა ტურს გინდა მიაღწიო ყველას მობილიზაცია საჭირო ის კი არა ის რატოა კანდიდატი ეს რატოა კანდიდატი იმ რატო არ წამომაყენეს ის რატო წამოაყენეს იმას ისა რაღაც ერთიაბა ეს ყველაფერი არის სისულელე და მაიმუნობა ეს იმას ნიშნავს რომ ამ ხალხს მაპატიეთ და ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან პირველ რიგში ეს არც ქრისტიანული ან რო ქრისტიანული მორალის უშუალო რაღაცა არის გესმით რა შეა საქმე და ხალხი ხალხი არასოდეს არ დამინდა დანაშაულებია პირიქით როცა ხალხზე არის ხოლმე ვიღაცა გამოდის მე ძალიან ღიზიანდები ხოლმე და თომაკ საშუალება ხე კავკასიაზე ვიყავი და პირდაპირ მოუწოდე პოლიტიკოსებს რომ არავითარ შემთხვევაში ესე იგი ხალხს უ შეეხებით ხალხი არაფერ შუაში არის თქვენ ბოდიში და უდიდესი ნაწილი ნაძირალები იყოთ ეს პოლიტიკოსებს მიმართავდა ეს არა საკუთარი ოჯახი და ნიჰილიზმი ამ ხალხს ოპოზიციამ ხო თორე დაყვებოდა ხალხმა უნდა გაიგოს ერთი რამე რომ ის არჩევნები იქნება ძალიან სერიოზული არჩევნები ის გადაწყვეტავს ძალიან ბავე შეიძლება ითქვას რომ ის არჩევნები გადაწყვეტავს ქვეყნის არსებობა არ არსებობის რა საქართველოს კი ერქმევა საქართველოს მაგრამ ვინ იცხოვრებს აქ და იმაზეა ლაპარაკი თორე ამიტომ დაფიქრდით რა ესეთ რაღაცებს იმას ნუ კი უყურებთ თქვენ რომ ის და ეს ამიტომ თქვენი ბალი და მოვალეობა ხო გაქვთ კაცო რა როგორც მე მაქვს ჩემი მოვალეობა და ასე თქვათ 24 საათი მუშაობ იმაზე რაც მე მავალია და ვცდილობ რომ გავაკეთო თქვენ გაქვთ ერთი მოვალეობა ცხოვრებაში რომ 20 წუთი ადგეთ მიხვიდეთ ერთ ადგილას წამოხვიდეთ იქიდან რა უნდა ამის გაკეთებას თუ იქნება 80-85%-იანი ასე თქვათ აქტივობა პირობას გაძლევთ რომ ესენი იქნებიან დამარცხებულები რაც არ უნდა ესე თქვი საშინელი კანონი იყოს იმიტომ საზოგადოების ნებას ვერ გადაუხვევს და მეორეში იცოდეთ რომ დასავლური ესე იგი თელი ეს პოლიტიკური სისტემა არის ამათი წინააღმდეგი იმიტომ რომ ამათმა ომი მოაწყვეს სპეციალურად ამათმა რუსებს გადაცეს ყველაფერი რომ ამათმა ყველაფერი რაც კი ესე იგი აქამდე რამე ქონდა საქართველოს სტრატეგიული ყველაფერი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის ეხლა და ტერიტორიებიც რა თქმა უნდა აი მიართვეს ლანგარით იმაზე როგორც გუში თქვა ანუ დასავლეთის წინააღმდეგობა თქვენ ფიქრობთ რომ ნიშანდობლი და ღია გახდება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე გააჩნია მეორე მხარე ვინ იქნება ანუ დასავლეთის მოწინააღმდეგე მხარე ვინ იქნება იმაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი იცით ახლა ჩვენ დრო არა გვაქვს თორე მე შემიძლია უამრავი ისტორია მოგიყვეთ მაგალითად იგივე ერახთან დაკავშირებით რა მოხდა ერახში ის კაცი რო იჯდა ეს წვერებიანი დიქტატორი ის ამერიკელების დასმული იყო იქ იცით თქვენ მანამდე უთმინეს მანამდე რასიგიჟი არ აკეთა რა ყველაფერი რუსეთის მხარეს გადავიდა მე რაღაცე მანამდე სანამ ალტერნატივა ვერ მოწებდეს ამაში არის პრობლემა ისინი პრაქტიკოსები არიან ზიან იქნება რა ვიცი ვინ მიხუთი მოსადი ცერეუ რა ვიცი 1000 უბედურებები ისინი ყველაფერს ითვლიან საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და სწორია ეს ყველა ცდილობს თავის სახელმწიფოს ინტერესებზე რუსეთის ცდილობს ისინი ცდილობს ესენი ცდილობენ გესმით რა ქვია ერთადერთი საქართველოა რომელშიც არის ჯგუფრულად მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს მეც არაფერზე ისინი ითვლიან
ესე იგი, არის ესა, არის ხო? 1000 სიგიჟეს აკეთებს, ხო? ხო. ეხლა ეს რო წავა, ვინ მოვა? მოდის აგერ აქვთ რაღაცა რეიტინგები, ჩაიხედავენ ამ რეიტინგებში. ესენი არიან რეიტინგულები, მაშინ იქნება ამასთან მოვაგვაროთ რაღაცა. ან ეს მოვიშოროთ და იგივე ჯგუფიდან, შიგნიდან, რაც ყველაზე რეალისტურია ეხლა. თუ ესე გაგრძელდა პოლიტიკური სპექტრის, ესე იგი ისა. ხო, იგივე ნაციონალური მოძრაობის გუნდიდან იქნება ვიღაცა, რომელიც ჩაანაცვლებს სააკაშვილს. ეს იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ ეს იქნება იგივე გუნდი, იგივე ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს იგივეს, იმიტომ რომ ერთმანეთთან ესე აზელილები არიან, ისე რომ ასე თქვა ვერავინ მაგათ ვერ გახსენს. ამიტომ ახალი ძალაა საჭირო, ახალი იმას კი ვლაპარაკობ, ციდან ჩამოსულ ვიღაცა მარსიდან ჩამოსულ თეთრი ცხენით ამხედრებული ვიღაცა რომ შემოვარდება საქართველოში. ეს არასოდეს არ იქნება. ჯანმრთელი, ნორმალური, პატიოსანი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელიც რა თქმა უნდა იქნებიან დასავლური ორიენტაციის, მაგრამ ყოველთვის ეცდებიან რომ სტრატეგიული კარგი ურთიერთობა დაამყარონ რუსეთთან. გასაგებია, მაგრამ არსებული პოლიტიკური სპექტრიდან თქვენ თუ ხედავთ დღეს ასეთ? ამას თქვენ დაინახავთ ძალიან მალე, ვისთანაც წვანეთა პარტია დაიწყებს კონსულტაციებს. ღია კონსულტაციებს თუ რა თქმა უნდა ღიას, მე არასოდეს არაფერი დამალული, რატომ რა მაქვს დასამალი? არა, გასაგებია, მაგრამ ღია კონსულტაციები იქნება, ვისთანაც მე მექნება კონსულტაციები და ვისთანაც ვიქნებით, დამიჯერეთ, რომ ისინი იქნებიან სწორედ ისინი, ვინც ამ ხელისუფლებას დაამხობენ. დაამხობენ როგორ ახლა არჩევნების და შეიძლება სხვა გზითაც მე არ ვიცი ხა როგორ. თუმცა რამდენჯერმე უკვე სხვათა შორის ირაკლი ალასანი ამახსენა არჩევნების გაყალბებული არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი რევოლუცია საქართველოში. საქმე იმაში გახლავთ რომ ვერც ირაკლი ალასანია, ვერც გია გაჩეჩილაძე, ვერც სხვა და ვერც ისა ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ეს არის სისულელე. თუ არ იქნება რაღაცა ისე ვიმეორებ 100-ჯერ, მაგრამ არიან ამის გამგეთებელი გამოჩნდება. არ არიან და 5%, ასე ვთქვათ, შეიძლება გადალახონ ან არ გადალახონ. 5%-ია, გეტყვით რა, არის წელიწადში $120,000 თუ რაღაც, $180,000 ლარი. ეგ ოფის შეინახავენ, ოჯახში ფულს მიიტანენ, ასე ვთქვათ, და ეგ იქნება და თქვენ კიდე იქნებით მშიერები, მწყურვალები და ტრაგიკულ მდგომარეობაში. ეს არის მთელი ამის ამბავი ფილოსოფია. უმარტივესი სქემა, ვისაც მართლა აინტერესებს ეს ქვეყანა და მართლა წკივა ეს ქვეყანა, ეს უნდა გააკეთოს. არა და ნახოთ ჩვენ წვანეთა პარტიას ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი ეს გეგმები გვაქვს, ჩვენ მარტომცრով დავრჩეთ, ჩვენ შევთავაზებთ ისეთ გონივრულ სქემას, რომელიც ყველას გააუცებს. და წვანეთა პარტია შეესწება რომ მარტო გააკეთოს ის, რასაც ვერ გააკეთებს. არჩევნების დღეს გულისხმობთ თუ მანამდეც? ამ სქემებთან დაკავშირებით. Поживем увидим. გასაგებია, კარგი. მოდით ბატონგია მაშინ დავასრულოთ გადაცემა. ბატონ, დაგვალეთ მე. არა, როგორ გეკადრებათ? კიდე რო გქონდეს რო ვისაუბრებდით. მოდით უნდა დავასრულოთ გადაცემა, მაყურებელს და მსმენელს დიდი მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ საათნახევარი გაგვიძლო და გვისმინეს. შეგახსენებთ, რომ მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში იყო გადაცემა თავისუფალი თემა, მე მის წამყვანი ნათია თოიძე გახლავართ და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდა წვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნახვამდის. მადლობა.